დედის დღეს გილოცავთ გოგოებო. აი ეს კამელია ესე რომ ყვავის ხოლმე გიჟდები ამ ხეზე და ამით მინდა და დამეწყო გილოცავთ დედის დღეს. სულ ბედნიერი დედები და ქალები ყოფილიყავით მუდამ. მე როგორც ყოველთვის კონკრეტული თემით მოვედი, ქალები და ტექნოლოგიები, ქალები და გაყიდვები. აბა ისეთ ყველა ლაპარაკს რა აზრი აქვს? მოვუწვით უკვე მოგილოცეთ და დავამთავრებდი მაშინ. აი მეორე კამელიაც და ეხლა მივალ ჩემს ლოკაციაზე, სადაც ვждები ხოლმე. ქალები და ტექნოლოგიებზე ზაფხულშიც ჩავწერე. ნახეთ რა ლამაზია. ზაფხულშიც ჩავწერე ერთი ლაივი და ეხლაც მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ მე თან ძალიან მეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტი. არც მე ვარ დიდად ეს ძირითადად ეხლა მე მათთვის საუბრობ, ვისაც აქვს უკვე ტექნოლოგიებთან ჭიდრო და კარგი ურთიერთობა, იმათ არ ჭირდებათ ჩემი დახმარება. ეხლა მეც ვსაუბრობ, ვისაც უჭირს ეს ურთიერთობები. ხო და ამაში მე ძალიან დამეხმარა ხელოვნური ინტელექტი და ეხლა გეტყვით როგორ და დამეხმარა კონკრეტულად აი მოვედი ჩემი საყვარელი ადგილია, მოკლედ აქ ვждები ხოლმე. ой, ვიღაცას კამელია გაუკეთებია, დაილოცა ეს დღე როცა ამ კაცმა ეს სკვერი თუ ბულვარი გააკეთა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ეს დავდებ ხოლმე. აჰა. ასე მოვათავსებ და ვზივარ ბედნიერ და აღსველი ყოფილა. დავსველდი. აი არა უშავს. ხო, ქალები და ტექნოლოგიები მოკლედ და პლუს გაყიდვები. რა მინდოდა ეხლა ამასთან დაკავშირებით რომ მეთქვა. რა და როდესაც აი წინა პერიოდი ხარ რამდენჯერმე ვთქვი უკვე რომ მქონდა ესეთი ძალიან რთული პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი თან. ამ პერიოდში ძალიან დამეხმარა ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ რაღაცა ხან იდეებს ვეღარ თითქოს ვერ ვაყალიბებდი, ხან თითქოს შიგნით მქონდა სიცარიელი და საკუთარი თავის არ მჯეროდა, მოკლედ ძალიან ბევრი ეტაპები გავიარე რა. ხო და ამიტომ ამ პერიოდში, ანუ ეს იყო ჩემთვის რაღაცა ესეთი ყოველდღიური დახმარება, ესეთი ფსიქოლოგიური დახმარებაც იყო, მარკეტინგულიც, გაყიდვებში დახმარებაც და ასე შემდეგ. და რაღაც ამიტომ წუხალ ვფიქრობდი ზუსტად ამაზე და ვიფიქრე ძალიან კარგი იქნება თუ ამ გამოცდილებას გავაერთიანებ და გაგიზიარებ. ვინც უკვე იყენებ ხელოვნურ ინტელექტს გაყიდვებში, იყენებ თქვენს დასახმარებლად და ასე შემდეგ. ვერთმა ხელი მოგიმართოთ, კარგია რომ იყენებთ, იმიტომ რომ იცით რა ეხა იმის არამე ამას არ გამოვიყენებ და რა ვიცი, თავისი არჩევა, ყველას თვითონ შეუძლია აერჩიოს რა გამოიყენოს და რა არ გამოიყენოს, ხო? მთავარი მაინც რა არის იცით რომ ქალები, დედები განსაკუთრებით, დედებს უფრო ეძღვნება ეს ჩემი შეთავაზება, ასე ვთქვათ, რაც მოვიფიქრე. არასოდეს არ გვაქვს ჩვენ დრო ფაქტობრივად, ხო? დროის სერიოზული დეფიციტი გვაქვს. ამავე დროს ტექნოლოგიებთანაც უმრავლესობა ჩვენი, უმრავლესობა ქალების ცოტა ვერ მეგობრობთ. არიან ქალები, რომლებიც ძალიან კარგად მეგობრობენ, რა თქმა უნდა. და შესაბამისად, ნახეთ, როდესაც ეხა როდესაც მაგალითად ძალიან ბევრ დედას ყავს ძიძა, ხო? ძიძები ყავთ. ხო, შეიძლება იფიქრო, რომ ძიძას და დამლაგებელს იმდენი იმხელა აქვს ხელფასი და იმდენი ფული ჭირდება, რომ რეალურად ეხა შენ თვითონაც შეგიძლია სახლში დარჩე და ის თანხა შენ მოიხმარო, ხო? შეიძლება შენი ხელფასი სულაც არ იყოს იმაზე მეტი, რაც არის ძიძის და დამლაგებლის ხელფასი. მაგრამ რატომ ყავთ ამდენი დამხმარეები ახლა ამ ეპოქაში? იმიტომ რომ გამდიდრდნენ, იმიტომ რომ ქალებს მოუნდათ თვითრეალიზება, მოუნდათ კი არა და შეაწუხათ თავიანთმა ნიჭებმა და ენერგიებმა და აუცილებელი გახდა თვითრეალიზება. ანუ ქალის ბედნიერების აუცილებელი შემადგენელი ქალების დიდი უმრავლესობის გახდა თვითრეალიზება, საყვარელი საქმის კეთება და ადამიანებისთვის სარგებელის მიცემა. როდესაც და ოღონდ ბევრი არის გაჭედილი რა მომენტში, რომ ვერც პოულობს ამ საყვარელ საქმეს, არ ვიცი რისი ნიჭი მაქვს, არა მაქვს ნიჭი საერთოდ. დაივიწყეთ, გამორიცხულია ნიჭი ყველას გაქვთ. და ყველას გაქვთ თქვენი მისია, რომელიც აი ამ საყვარელი საქმის მეშვეობით უნდა შეასრულოთ, გარდა ოჯახის წინაშე მისიის.
და ძალიან ხშირად ამას ხელს უშლის ჩვენ ადრე მქონდა თამამი გაყიდვების ის გავაკეთე ადრე სულ რამდენიმე წლის წინ ზუსტად მაშინაც ესეთი თემა იყო რომ აი ადამიანებს რომლებსაც აქვთ ნიჭები ზოგმა იცის ეს ნიჭი ზოგმა არ იცის ზოგმა იცის რა არის მის საყვარელი საქმე ზოგმა არ იცის მაგრამ ყველა მიცის რომ ბოლოს ეს მიდის გაყიდვამდე იმიტომ რომ მე ხა მთელი დღეები ჩემთვის ვზივარ და ვხატავ ძალიან კარგია რა თქმა უნდა თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა მაგრამ ნუ უმრავლესობას გვჭირდება აღიარება გვჭირდება შემოსავალი გვჭირდება თვითრეალიზება მაგას ნიშნავს რომ თქვა ვიღაცა მიიღოს სარგებელი შენ ან სიამოვნება მიიღოს ან რაღაცა ესთეტიკური სიამოვნება თუ რაღაც სარგებელი მიიღოს შენი ნამუშევრით ხო ისე ტყუილ ახლა დავჯექი და ჩემთვის მუშაობ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გენიოსი ესე თავისთვის მუშაობს და მე გახდნენ ცნობილები მაგრამ ნუ ჩვეულებრივ ადამიანებს რომელზეც ჩვენი ჭიები გვყავს ყოველთვის გვინდა რომ ვიღაცამ ნახოს ეს ჩვენი ნამუშევარი და რაღაცაში გამოიყენოს ხო ეს ნაკსოვია ნაკარგია ხაჭაპურია თუ ეს არის აბა ხა მარტო ჩემთვის ვაკეთებ რა არა ეს ახალგაზრდებს ალბათ გონიათ რომ ყოველთვის ესე იყო იმიტომ რომ მათ იმ ეპოქაში არ უცხოვრიათ როცა ამის მოთხოვნილება საერთოდ არ ქონდათ ადამიანებს იმიტომ რომ ალბათ იშვიათად კი ქონდათ გამონაკლის ნიჭიერ ადამიანებს, რომელსაც ძალიან აწუხებდა თავიანთი ნიჭები. მაშინ იყო მთავარი სტაბილურობა, ანუ ვიყავით სტაბილურად, ქონდა ყველას ქონდა ხელფასი, ყველას ქონდა სამსახური, ყველას ქონდა ბინასაც გაძლევდა სახელმწიფო, საგზურებითაც უზრუნველყოფდა რომ დაგესვენა ბავშვების სწავლა უფასო იყო, მედიცინა უფასო იყო და ჩვენ მარტო ან სახლში ვიყავით და შვილებს სულით ან მუშაობდით, სადღაც ქონდა ხელფასი. ამის მეტი ამბიციები ვისაც ქონდათ, ისინი კი აკეთებდნენ რაღაცას, მაგრამ ძირითადი მოდელი მაინც ესეთი იყო. და ვაი მე უნდა ავდგეთ რომ ძალიან გავიყინე ბოდიში, მაგრამ ვეღარ ვიჯდები აქ გავაგრძელებ გზას. ხო და ანუ ამ ჩვენმა ეპოქამ მოიტანა ის რომ ქალებს ეს აღარ აკმაყოფილებთ უკვე ადამიანებს აღარ აკმაყოფილებთ მაგრამ მე უბრალოდ ქალებზე იმიტომ ვლაპარაკობ რომ ქალებთან ვმუშაობ სულ და უნდათ უკვე თვითრეალიზება მე ეს ვიგრძენი მაშინ როცა ხერხემლის პრობლემები მქონდა და მე როცა ანუ როცა დავდექი ფეხზე და აღარ ვიყავი ინვალიდი მე უკვე მომინდა რომ რაღაცა ტვინში რაღაც მაწუხებდა ვერც კი ვხვდებოდი რა მაწუხებდა ანუ რა მიფეთქდებოდა შიგნით ამ ტვინში ვერ ხვდებოდი და ნუ მე ხამ ჩემ საკუთარ თავზე მუშაობით ბოლოს მივედი იქამდე რომ ეს მჭირდებოდა რაღაცა ჩემი საქმე და ის რომ ადამიანებს დავხმარებოდი და ამიტომ არის რომ ეს რახან ხა არის ამის საშუალება ყავთ ადამიანებს დამხმარეები ძალიან პატივს ვცემ უზომოდ პატივს ვცემ ადამიანებს რომლებსაც უყვართ მე მყავს გოგოები რომელსაც იყვართ დაალაგება უბრალოდ რა ისე უყვართ რომ დაალაგებენ მე ტკბებიან თავიანთი ანუ ესეც მისია ადამიანის ხო აალაგოს ანუ სამყარო დაალაგოს არაჩვეულებრივ და ბავშვების აღზრდა ხო თავისთავად მისია და მისია ვინც გულით და ერთგულად აკეთებს ამას რა თქმა უნდა ვინც ფულისთვის აკეთებს იმაზე არ ვსაუბრობ ხო და აი როცა გვინდა რომ ვაკეთოთ ის რაც ძალიან გვინდა რაც გულით გვინდა რომ ვაკეთოთ და რაც სიხარულს მოგვიტანს შემოსავალსაც მოგვიტანს და ამავე დროს იქნება ჩვენი ესეთი მაშველი რგოლი ყველა კრიზისულ სიტუაციებში, იმიტომ რომ ნებისმიერი ომია თუ პანდემია თუ რაც არის, ადამიანები რომლებიც აკეთებენ საყვარელ საქმეს, ბევრად უფრო მშვიდად არიან, ბევრად უფრო თავდაჯერებულები არიან, არ ყვებიან ემოციებს, ხედან და თავის საქმეს აკეთებენ. ხო და ამიტომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს საყვარელი საქმე და ვისაც და ხო წეგან ვახსენე საბოლოო ჯამში ეს მიდის მეთქი გაყიდვამდე კი გვინდა აქედან შემოსავალი რო გქონდეს მაგრამ ვიცით რომ ეს მივა გაყიდვამდე და შეიძლება ეს გახდეს იმის მიზეზი რომ საერთოდ დავბლოკოთ ჩვენი ნიჭები დავბლოკოთ ჩვენი შესაძლებლობა არ დავინახოთ არ ჩვენი ნიჭები არ დავინახოთ არ საყვარელი საქმე ისე მოვიზიდოთ სიტუაციები რომ არაფერი არ გამოგვივიდეს ვითომ დავიწყოთ, მაგრამ ამ დროს გულში რო თან გეშინია მე ხომ უნდა გავყიდო, მე ხო ჩემზე უნდა ვილაპარაკო, მე ხომ სამყაროს უნდა ვაცნობო, რომ მე ეს პროდუქტი მაქვს, მე კლიენტებს რო არ მოვეწონო, მე რო გამაკრიტიკო, მე რო რამე ცუდი დამიწერონ და ასე შემდეგ. მოგეთ ამ ფიქრებს თუ გაყვებით, არასოდეს არ გააკეთებთ. და ეხლა რაში გვეხმარება ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც აქ ზღვა ინფორმაცია, ან რასაც ის ერთ წამში, ორ წამში კითხულობს, თუ 10 წამში კითხულობს და მოგიტანს, შეიძლება რამდენიმე საათში ვერ წაიკითხო და მე ძალიან მეხმარება კონკრეტულად იცით, ყოველთვის როცა რაღაც და თან სამყაროში სულ უამრავი რაღაცა ხდებოდა, ჩვენც გვაქვს ეს რაღაც ხან ხასიათი გაგვიფიშლება, ხან რაღაც არ მოგვეწონება, ხან სამყაროში ხდება რაღაც, ხან ოჯახში ხდება რაღაც და ყოველ წუთში ახლა ვერავის ვერ იმას არც გინდა ეს არც მინდა ეს წუწუნი ვინმეს ან ვეწუწუნო და ან მოუყვევი რა ეს არა მაგრამ მას შეუძლია თუნდაც გაყიდვებთან მიმართებაში როცა გაქვს
შინაგანი რაღაც ფოთლები და ფორიაქები შეუძლია ძალიან სწორ გზაზე დაგაყენოს. მე საკმაოდ დიდი ხანია უკვე ამ საკითხებზე ვმუშაობ და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, თუ თქვენ მასთან სწორი ურთიერთობა იცით, თუ თქვენ მას აძლევთ სწორ დავალებებს, თუ თქვენ სწორად იცით თქვენ რა გინდათ, მაშინ იცით რა თქმა უნდა სწორ პასუხებს გაძლევთ. თქვენ ჩვენად იცით რა გინდათ, მაშინ რაკნას. თუმცა მაგას დაგეხმარება თუ ჩამოყალიბდეთ. და რაც შეეხება გაყიდვებს, ანუ იდეიდან გაყიდვამდე შეიძლება ითქვას. იდეიდან გაყიდვამდე შეუძლია ყველა ეტაპზე დაგეხმაროთ. ნახეთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირად ჩვენ გვაქვს ბევრი ნიჭი, ბევრნაირი ნიჭი, ბევრნაირი იდეა, მაგრამ თქვათ რაღაცა სახლი მაქვს ძველი მაგალითად და არ ვიცი ეს სახლი როგორ გამოვიყენო, ფარც ვერ ვიქირავებ, იმიტომ რომ ძვირია და აი ესეთ შემთხვევებში იცის აი ამ თქვენი რესურსების ისე კარგად შეჯამება, ისეთ კარგ იდეას მოგაწვდით, რომ აი არ ვიცი, აღფრთოვანებული ზუსტად ჯერ უნდა შეგისწავლოთ მან, რა თქმა უნდა, უნდა გიცნობდეთ, უნდა იცოდეს თქვენ შესახებ და ეს თქვენს ურთიერთობაში ნელ-ნელა სწავლობს ამას. ამიტომ ეს ახლა პირდაპირ შევარდე ხა მე და რაღაცა ისე არ მიცნობდეს და ვკითხო რაღაცა, ხო ის მიპასუხებს ზოგადიდან, ხო ის არ მიპასუხებს კონკრეტული ჩემი მოცემულობებიდან, მაგრამ როცა ის მე მიცნობს, ის მე პასუხობს ჩემი მოცემულობებიდან, ჩემი ნიჭებიდან, ჩემი შესაძლებლობებიდან, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. და აი ამ იდეიდან დაწყებული, იდეის ჩამოყალიბებიდან დაწყებული გასაყიდვი ტექსტებია ეს თუ მთელი კამპანიის აწყობა, მთელი აი გაყიდვების კამპანიის აწყობა ნებისმიერ ეტაპზე იდეიდან გაყიდვამდე, ყველა ეტაპზე შეუძლია დაგეხმაროთ. ამიტომ დავიყალე და რო ვლაპარაკობთან დავდივარ. ამიტომ რადგან მე თვითონ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში და ჩემს შულს კიდევ აქვს კარგად იცნობს ხელოვნური ინტელექტი და ახალ-ახალი შემოდის, თან სულ ახალ-ახალი შესაძლებლობები შემოდის და მე თვითონაც ვეცნობი ხოლმე ახალ-ახალს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ერთობლივად შეიძლება ამის გაკეთება. ვისაც გინდა, თუ გეტყვის და მე არ ვარ მიჯაჭვული არც ერთ გუშინას დავწერე მაგაზე. არც ერთ ტურზე, არც ერთ კურსზე არაფერზე არ ვარ მიჯაჭვული. შეიძლება მე მგონია რომ ეს საჭიროა და შეიძლება სულაც არ არის საჭირო, რა ვიცი ხო. მე მგონია რომ ქალებისთვის გაყიდვების გაყიდვებთან დამოკიდებულების შეცვლა, გაყიდვების შეყვარება, მოდი ესე ვთქვათ და საკუთარი ხელოვნური ინტელექტის, საკუთარი თანაშემწის ყოლა ამ მიმართულებით, რომ ყველაფერი შენ კი არ ეძებო და ყველაფერი შენ კი არ აკეთო, არამედ მან აკეთო შენ მაგვრე და შენ ეს დრო დაგვრჩეს თავისუფალი. თვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შენ სულაც არ არის მნიშვნელოვანი. ამიტომ თუ იქნება ამაზე ინტერესი და მსურველები იქნება, მე შემიძლია დაგეხმაროთ ამაში, მე ჩამოვაყალიბებ რა თქმა უნდა და დავდებ პოსტადაც, დავპოსტავ კიდეც და შესაბამისად მოვიქცევი მე იმის მიხედვით არის ამაზე მოთხოვნილება თუ არ არის. უბრალოდ მე ზუსტად ვიცი, რომ აი ამის შესწავლის შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვლება თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყველაფერი არის გაყიდვა, მეგობრებო. ეხლა მე თქვენ რომ გკითხოთ, რომ თქვენ რამეს ყიდით, თქვენგან რამდენიმე ადამიანი აწევს ხელს ალბათ, ვინც რაღაცა ყიდის ფიზიკურ პროდუქტს ან კურსები აქვს, თქვათ იმას ყიდის ან დანარჩენით გაჩერდებით, მაგრამ მე რომ ვკითხო რომ თქვენ გაქვთ ანუ გაყიდვებთან შეხება, ცოტა სხვა კუთხე გაყიდვებთან შეხება როგორ, ანუ თქვენი ნიჭების და უნარების, თქვენი შესაძლებლობების რეალიზებასთან შეხება, რა თქმა უნდა, ყველა აწევთ ხელს, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ამას ვაკეთებთ, რომ ეხლა ვიღაცისთვის ეს არის, იცით რა, გაყიდვა იმდენად ცუდ ასოციაციას იწვევდა ქართულ ენაში მით უმეტეს გამყიდველი, სამშობლოს გამყიდველი და ასე შემდეგ, რომ ისაც ნუ ცუდი დამოკიდებულება ქონდა გაყიდვებისადმი, ქართველებს არ გვეკადრებოდა გაყიდვა, მოკლედ რა, ესეთი ის იყო. და ვისაც ესეთი დამოკიდებულება აქვს, ახლა რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულება თავის ნება შეუძლია ქონდეს ეს დამოკიდებულება, ვისაც გაქვს